ეს არის კადრები, გადაღებული 2006 წელს. მას დღესდღეობით ეძახიან რეიქს. ალბათ ის ახლა სადღაც ახლოს არის ჩვენს გვერდით. დიახ. Вот черт! Гагашенко, братишка, да ясния диах. Დღეს გვაქვს რეაქცია კუმისელ რეიქზე თუ არ ვწდები სწორედ ავთქვი. ესე იგი, თუ გახსოვთ წინის წინაზე ჩვენ ქონდა ერთი რეაქცია იმაზე ბარაბანზე კი არა და ბარაბაშკაზე. ანუ ამ ვიდეოზე ეს არის ბავშვი უოჭველი თვითონ ხევს ბიჭო ჯინსებს რაღაც არ დაევასა რაც უკიდეს ხევს და ბარაბაშკამ გამიხიაო ნუ ამ გოგოსთან არაფერი პირადული ხო და მის მერე კომენტარებშიც იყო რომ მიდი აბა რეიქზეც ვქნათო რეაქციაო და მოვინახე ეს ვიდეო მართალია ცოტა ძველია მაგრამ როგორც ვიცით მე ვარ ოდნავ კი არა საკაიფოდ სკეპტიკი არ ვჯერ ამ რეიკების შმეიკების და ამიტომაც ბოლოს აგიხსნით თუ სინამდვილეში ვაფშე რა ხდება ამიტომაც ბრატიშკა დარჩიჩვით ერთად ბოლომდე და უბრალოდ დავიწყოთ და ვნახოთ ერთი ვინ არის რეიკი რა არის რეიკი რა პანიკები ატყდა და კენშერე მეშერე მიუხედავად იმისა რომ ვიდეო არის ძველი დღესდღეობით ძალიან ბევრს ჯერა რეიკის დიახ როგორი უცნაურად არ ჟღერს ეს ყველაფერი მაგრამ ნამდვილად მასეა და კარგი მოდი ვნახოთ სიუჟეტი იქნება და მეც დავიჯერე რა იცი რა ხდება კარგი ეოპ რა ხდება ბოზიშვილი ვარ იდუმალი, ამოუცნობი, სწრაფი. არავინ იცის საცხოვრობს და არავინ იცის ვინ არის. კუმისის მოსახლეობას მოულოდნელად თავს ადგება სახლში, ღიად ტოვებს ფანჯარას პირობითად იმისთვის, რომ ალბათ გაიქცეს. აღვიძებს მძინა ნახე რა ჭკვიანია ეს ნაძირალა, ანუ სადღაც რო შედის, სანამ შევა ფანჯარას აღებს. და ხო, ნუ ясნია, აღებს რო შევიდეს და მაინც რო შედის, განაკეტამს. ანუ სხვა როშა შეიძლება დაკეტამდა რომ ხმაური არ გავიდეს ეს ღიად ტოვებს გაიგე ანუ ზარანიე რა წინასწარ აქვს გათვლილი რომ უეჭველი დაიყვირებსო ის ადამიანიო და რომ გავიქცეო განა იმ პონჩი შედის რომ ვიღაცა დააზიანოს ანუ თუ იმის გამო შედიხარ სახში რომ ვიღაცა დააზიანო იასნია პანჯარასაც დაკეტავ რომ ხმა არ გავიდეს მაგრამ ეს მაგარი ისეთი როშა ანუ შედის წინასწარ ყველაფერს გააღებს რომ ეგრევე მოტყდეს ანუ ხო ჯიგარია ჩვენი პი ნუ კაი ხო არა ოჯახს გამოსცემს უცნაურ ხმას და გარბის სხვა რაკურსი 4 დღე ანუ უბრალოდ მე რა მიკვირს ეს ყველაფერი კაია მაგარია ძალიან მაგრამ ბიჭო ნამდვილად რომ იმენა კამანდა მივიდა და იმენა სიუჟეტი რო გადაიღეს აი იმენა სიუჟეტი გადაიღეს ხო ასე ხარ აი ოპერატორები იქით რაღაცა რეპორტაჟი მიდის და აკურიერეს შმააკურიერეს ანუ კაი ადამიანი მოჩვენების კვალდაკვალ პოლიცია გამოძიებას მუშაობს რომ მე მოსახლეობასთან მივიდივარ და მოსახლეობასთან ვარ დღე პირველი ამოვედი კარები დამხვდა ღია ესე მე რა მოხდა ნო ამბობდნენ ესეთი ის არის მანიაკიო ვიღაც დადის და არ მეჯერა დიდი ხმა იყო და როგორც გამოვიხედე თეთრებს ჩაცმული მაღალი მამაკაცი იყო მურივით ესვა სახეზე რაღაცა წითლად აქონდა აქ ამ ადგილებში იქიდან ის რა მაგარი ფსიქია რა იდიოტია უბრალოდ ანუ ღამე მოძრაობს ხო ასე და იმა თეთრებს იცმევს რა ანუ რო ჩანდეო ანუ შემამჩნიეთო რა ანუ პრინციპში თეთრი რო არ შეიძლება ვერ შეამჩნევდე და ეს სიუჟეტიც არ იქნებოდა და შენც არ იქნებოდი ალბათ ეხა აქ ანუ არც გადავიღებდით არ იქნებოდა ეს ყველაფერი момент საბრაზილ რა ყველაფერი ზარანია გადამოხდა აი მაგიდადე შიგნით და სამ ნაბიჯში რაღაც გაქრა უკვე ბაღისკენ იყო გასული იქით ვაჩე მე დედას ვიცი დავიკუზე ქვარამე რო ამოიღო და აი აქამდე გამოვედი და უკვე აქ აღარ ჩანდა ანუ შეხედე ეწამით ეს მაგარი კაცია შენს ანუ შემეშინდაო აქ შეეშინდა ნახე სახთან არის რა და სამ ნაბიჯში რაღაც გაქრა აქ სახთან შეეშინდა გასული იქით
და იქით არ შეშინა და გავიდა ტყის მხარეს. დავიკუზე ხო რამე რო ამოგო. ხო არ გადაოფ ესეთი რამე რო დავინახო ტყის მხარეს რატო უნდა გავიდე? მამედ მე გავალ მე არ ჯერა და რაღაც მაგპონჩი, მაგრამ თუ ჯერა მაგალითად თუ ჯერა რო არსებობს და სახთან გეხარ და ხედავ რაღაცას, ясნია სახში შეხვალ რა, ანუ ადამიანის რეფლექსია რა. არა თუ ცოტა ისეთი ტიპი ხარ ტყეში გაყვება რა, ამის ტყიდან გამომდინარე, ანუ თან შემეშინდაო, მაგრამ გავყევი. აი აქამდე ხო მე მგონი შემეშინდაო. მოვედი და უკვე აქ აღარ ჩანდა. რას გამოჩდება მანდო? ეს ცელოფანი მაგალითად აქ ეგდო. ვა შეის რა მაგარი კალია. შეანჩიბიდი. დავიკუზე ხო ეს მაგარი კალია ჟურნალისტი ნახე ხა. ეს ცელოფანი მაგალითად დადე, მტკიცებულობაა მაგი. დროზე დადევი ეს. ჩიმი. რაღაცა ესეთი თემა გაი, რა მტკიცებულება არის, მტკიცებულება. კაი. ცელოფანია ნაჭამი და ეს ერჯერადი ჭიქა. სკაფს ისტორიებს სოფელ კუმიში ბევრს მოისმენთ. ერჯერადი ჭიქას, ვა უნდა. ახლა იმის მაგივრად რომ დიდს და პატარას ეძინოს, ყველანი ერთ ადგილზე იკრიბებიან. ორი კვირაა კუმისელები დღე-დაღამე მასზე საუბრობენ. გარეთ მამაკაცები ათენებენ, ოჯახში კი ქალები და ბავშვები. კრიშაძე დარბოდა გადახტა ბაღში. აი აქეთ ბაღში გადახტა. თქვენ ნახეთ? კი, საეკ გადახტება და გარბის. ხმაის მოდა, მოგოცრა. აჰა, ესეთი რამე და მოილის ხმაის ხოლმე მარტო. პირობითად უცნობის სტუმრობის ფაქტები ექსკლუზიურად სხვა რაკურსის მაყურებლისთვის. მომენტ როგორი თემა არის, ანუ ეს ხო ხდება ეს ყველაფერი რა ერთ ადგილას და უჭველი ერთი მეორეს ეუნება მე ბიჭო ჩვენ რო გავიხუმრეთ ხო იცი ვიღაცებს რო აშინებით ხო მე რა მე თო ბიჭო ჟურნალისტები არიან მოსულები და ეხა რაღაცა მტკიცებულობას ეძებენ მედი რა იმას სერის უთხარი რა ხოაზე ხარ რაღაცა იქით რაღაცა გაისროლოს ვითომ არსებობს რომ რაღაც რა პონტია თო მიხვდებიან რომ არავინ არ არის და ერთი ვიღაცა უჭველი გაიქცა იქით რაღაცა გააჭალჭა ეს ეხლა გაიკიდნენ ვითომ რაღაცა არის ანუ აი კაი ბოლომდე უყუროთ რა ძალიან ჩქარობ რატომღაც ხო მაგრამ აი აი მოთმინება იქნება მართლა რაღაცა იქნება ექსიტვის სწორედ ამ სახურავზე გამოჩნდა ისევე როგორც დღეს ამ ღამეს მისი ლოკაციის ადგილი რა თქმა უნდა ხშირად არის სახურავი რომ გითხრათ მყარი სახურავია მეთქი მოგატყუებთ აუ მაგარია სწორებს თო ანუ სკუჩნად არ არიან რა ხვდები სულ რაღაცა თვიჟენებში არიან ასოებს ეს ნახს ადიხედება კრაუტის ქვეშ ხო არ არის გავიგეთ შუშების ხმა გავიგეთ ჯახანის ხმა იყო კედელზე რო ავძვერი ზუსტად მოგაღო კარები და გარბოდა მაგრამ სულ შავები ეცვა აბსოლუტურად გამოიქცა აქეთ წინაზე თეთრები ხა შავები ეცვა ანუ ხუაზე ხარ ბრანიდ რა ხან ესე ხან ისე არაყვეთ ბევრნი არიან და გამოვყევი და წეღა კიდე აგერ ნახეს აი წეღა ნახესო მასთან შეხვედრის შიშით, ბარებით, ფოცხებით, ჯოხებით, თოფებით, დანებით, რითაც შეიძლება რომ მოიგერიონ, თან დააქვთ და გვიყვებიან ამბებს, რომელიც თავდაპირველად რატომ დადიან დანებით იმით, ეგ ხომ საშიშიათო? იქნება და მაგ დროს ვიღაცა დაიკარგა იმ სოფელში და გამოიარა შავები აცვია და ცოტა ისეთი ტიპია, რა ხოს ხა ესე მოძრაობს, რაღაცა ერთი ფეხი არ აქვს და ესე რაც უცნაურად მოძრაობს. უცებ ესენ შეხედავენ რომ ვიღაცა უცნაურად მოძრაობს იფიქრებს რომ ეს ის არის იდეაში ვინც არ არის ვინც ვაფშე არ არსებობს და დაჭრიან აუ რა მაგარი ფსიხი ფანტაზია სააგენტოების საშუალებით საქართველოს მოსახლეობამაც შეიტყო მედია ალაპარაკდა თუმცა ღიად ამ ფაქტებზე საუბარს თავად კუმისელების უმრავლესობა გაურბის იმ მიზეზით რომ მათი უსაფრთხოება იყოს დაცული დღე მეორე აუ ჯერ პირველ დღეს რა იყო ხა მეორე დღეს რა იყო რაო აგიხელებიო? ხო, იყო ესე ღია. ხო. მოწდა ყვასწია რა. შემოიხედა ვინ არის და არა და მე შუქიავანტეო. აქაო და წავიდე. თენგო იყო, ბეჭო, თენგო იყო, თენგო. აბა სვავენ უჩემოტო და ესე შემოიხედე. კიდე სვავენო ესენიო რა. წალკაში დაიკარგა 40 დღეა ბიჭი. თქვენ არ ქონდათ ეს სურათი ნანახი. ხო რომ დაინახეთ რაღაცა შეშფოთდით და ნამდვილად ეს არის თქვენ ტაქსაო, ხო? მე მგონი რა ვიცი, თქოს რა მსგავსია.
ზუსტად ამ ხელა წვერი ხონდა რა. რამდენი კაცი გეჭდათ მასთან ერთად მანქანაში? მარტო. თითქოს ფიქრობდი რომ შეიძლება მეთქი დამარცხოს. შიჩით მოდიოდი რა. მიმაზე ამბობენ რომ არის ის დაბალი, ის ვინც დაკარგული იყო, მაგრამ ამაზე ვინც ნახა და ვინც შეხვდა, ამბობენ არის მაღალი, რაღაცა გძელი თმით. იდეაში რეიქს თმა ვაფშე არ აქვს. მელოდია. ბოლოში მოგიყვები ყველაფერს. აი ეს პანჯრები ოღია, სეტკები ოღია. ყანები რომ გავაღე შიგნით. აი იქით გავეიქ. და აი ხელები დაიფარა ესე. მოხურ კაპუშონი ქონდა მოხურული და უკან აქეთ გაიქცა ქვევი წავიდა. დაახლოებით იქ მოდე 1.80 მ რა. შემეშინდა და ვერაფერი ვერ უთხარი რა. აი ჯერ აქამდე არ მეჭერა და ეს ჯულიც მიცავა რა. და მე ჩემ თვალით ნახეს მო რა. ის აი ჩატეხილი. ეს არის ხო ჩატეხილი. აი ჩატეხილი არის. რეიკი ვაფშე რა შუაშია ვერ ხვდები, ანუ რეიკი. უსაფრთხოება მოსახლეობის დაცულია. ვიღაცა ტიპია ეთყობა, გამწარებულია ამაზე, მთელ სოფელზე. ანუ რაღაც საქმე არ ქონდა, ხო ეს კუჩნათ აი რაღაც კინოები აქვს ნანახი, ჯეისონ ვორჰესის, მაიკლ მაიერსის. უფრო მაიკლ მაიერსის, ხო, მაიკლ მაიერსი ვასებოდა ეს ჩუმად მოძრაობა და რაღაცა ხუაზე ხარ იქ ფანტაზიურა რა ტიპმა რა და დაიჭირეთ, მოხადეთ ეს კაპიშონი და უთხარეთ, შვილო არ გინდა, გაჩერდი. რა რეიკი რა რეპორტაჟიტო. რეპორტაჟი მომწონს მაგათ. ჩვენი გადამღები ჯგუფი ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობასთან და სამართალდამცავებთან ერთად პატრულირებდა. პატრულებდა კი არა, უეჭვლის სვავდით მთელი ერთი კვირადო. ანუ რეპორტაჟი ხო ასე. ღამის განმავლობაში. კადრებს დააკვირდი ამ ფოთკა. აკარი, კიტო. Трава შევარდეთ. დაინე, ხენაა, ყო და. აბა გოგი ჯავში. ხოხ მიგანა. დაჟე ისროლეს. რაღაცა მომენტი, რატო არის 60 საათამდე როდესაც დავიდე ქუჩაში. სხვა ძალებიც ჩაერთო? არა, პოლიცია მუშაობს. მარტო აქაური გარდა. სამ გარდაბლის პოლიცია მუშაობს. დას რა მეზომებს აპირებთ მე? ბიჭო, არ ვიცი, შესაძლებელია მართლა რაღაც შეშინებულია ხალხი. და ჯერად ხვდები, აი, ჩვეულებრივად ჯერად ბაზარი არა შეშინებულია და რაღაცა პატრული და ასე შემდეგ და აი, ხალხნო გვიშველეთ და მოდის იქით სიუჟეტს იღებენ და ასე შემდეგ. შესაძლებელია. მაგრამ რეიკი ვაფშე რა შუაშია მაგას ვერ ხვდები. ანუ ვიღაცა დეგენერატია რა, ჩვეულებრივი რა. ანუ მე მგონი ყოველუბანში არსებობს ერთი დეგენერატი მაინც ხოძღე, რომელიც ხანდახან მიაუ და ასე შემდეგ. მეც ვიყავი დეგენერატი ბავშვობაში. რას ვაკეთებდი, იცი? პადიაში იყო ესეთი ლამპუჩკები რა, იმენა ლამპაჩკა. ეხა ხო არის ჩაკეტილი და რაღაც, მაგრამ უეჭველი მაგიტო ჩაკეტეს. ბავშვობაში იყო იმენა ლამპაჩკა რა, ესე ანათებდა, ესე მგვალად და მე მქონდა თოფი. წყლის თოფი. და ეს ხო ცხელდება ეს ლამპაჩკა. და რაღაც სველი რომ მოხდება, ხო ფეთქდება, ხვდები და ეს დავდიოდი ხოლმე რა, ყოფილის პადიაში ავდიოდი, მაგის სართულზე წკა, პეგრევე რო ვესროლდი, წყალი როგორც კი ხვდებოდა იმ ლამპაჩკაზე, ფეთქდებოდა რა. შენ ჯამრთელობას მიცავარ. ჯამექანა გათობა მინდოდა, მეც მინდოდა გართობა. ოდა, აქაც რაღაცა მსგავსი ოღონდ აქ უფრო მაგარი ლეველის როჟა არის, ხო ასე ხარ? აი ხა მე პატარა ლეველის ვიყავი და რაღაც მაიმუნობდი და ეს მაგარი ლეველის როჟა არის, ვინც ხა ამ ყველაფერს ჩალიჩობს რა. დღე მეოთხე. აი ხლა განახებთ როგორი ხმა იყო, შეგინდა ხო იკეტება ეს. ის გამახსენდა ჯიმ კერი რო ხო იცით ფანჯას ოღონდ. ნუ ხო მიხდი. ჩემ ძმას დაუძახე მერე და რომ გამოვიდნენ არაფერი არ იყო და მერე დედა ჩემმა და აქ მეზობლის ქალმა დაინახეს იქითკენ გარბოდა ვიღა ჩავებს ჩაცმული კაცი. ხან ბენდინა აქვს საფარებული კაპუშონი წამოწმული. თან თინეიჯერია, მოდნი როჟა. რა. ქატები. ია. ჩქარა. გაზე გამოიქიცი.
სხვა რაკურსის გადამღები ჯგუფი ჩვენს მოსახლეობას რაზე გამოგებს უნიამერია კაც სამანებეთ თავი. ხლეობასთან ერთად პატრულირებთ. რა იქნება ხვალ არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში კუმისის მოსახლეობა ნამდვილად შეშინებულია. და ეს იყო და ეს. ძალიან უცნაურია. რავი, რა რეაქცია უნდა გავაკეთო იდეაში. თქვი ყველაფერი ისედაც ნაწილობრივ. რეიკი ვაფშე არაფერ შუაშია, რეიკი ვაფშე სულ სხვა როჟაა და დღემდე პროსტა ისტეხავს. ნუ ყოველ შემთხვევაში მე მიტყდება ის, რომ ძალიან ბევრს ჯერათ რომ რეიკი არსებობს, ეს ტყეში გადაღებული როჟა როა და ასე შემდეგ, ხო აზე ხარ. ამიტომაც ერთს გთხოვთ, ვისაც ჯერა რეიკი, შეგიძლიათ ეს ვიდეო გააზიაროთ, ბოლომდე უყუროთ, რათა ეხა აგიხსნით ვაფშე ვინ არის რეიკი და საიდან წამოვიდა და ასე შემდეგ. დიახ. ეს არის ორიგინალი ფაილი, ანუ ორიგინალი ვიდეო, რომელიც არის გადაღებული და ზუსტად სპეციალურად არის ხარისხი გაფუჭებული, რადგან ბევრმა ასე თქვა დაიჯეროს. დიახ. მაგრამ ასევე ისმის კითხვა, მას ხომ ფრთები აქვს? კი, აქვს რატომაც არა? კარგით ხუმრობა იქით იყოს, მოდი დავიწყოთ დეტალები. დიახ, აგერ ზუსტად ეს ის ადამიანია, ვინც არის ასე თქვა დღემდე რეიკი. ამ მთელ გაზეთში ისი თქმევა და მოყვეს თუ როგორ გაუკეთეს გრიმი, როგორ დაუმატეს რაღაცები, როგორ იღებდნენ ამ ვიდეოს და ასე შემდეგ. რისთვის უბრალოდ ვირუსიანი კომპანია არის, რის გამოც უნდათ პიარი, რადგან მე თამაშიც გამოდიოდა რეიკზე და ასე შემდეგ. ძალიან ნაცნობი სიტუაცია, ხო, მამედ რო დავფიქრეთ, სხვათა შორის დიახ, იმიტომ რომ მომოზე ზუსტად მასე იყო, ვირუსიანი კომპანია იყო და ამათაც გამოვიდათ, როგორც მომოსაც გამოვიდა, იმიტომ რომ დღესდღეობით თელი დედამიწა იცის რეიკის შესახებ როგორც მომოზე. ანუ უბრალოდ გაპიარდნენ. დიახ, ასე რომ არანაირი რეიკი ბრაჯეშკა. ეიოპ. დაიჯერო, არ დაიჯერო ნება შენია, მაგრამ შეგიძლიათ დაგუგლო მთელი ეს ინფორმაცია მოიპოვო და მიხვდები რომ მართალია. არანაირი რეიკი, არანაირი შმეიკი, არანაირი ჩიკი-პიკი. ხო? ნო. როგორც მომო დავანგრიეთ ერთ დროს, ესე ხა რეიკიც დავანგრიეთ, ჩვეულებრივ, ნუ რეიკის ლეგენდა ასე ვთქვათ. ამიტომაც ბრაჯიშკა მე კიდე დროები და გემშვიდობები, თუ იცი რამე მაგ დაგვარი ოდნავ საინტერესო ვიდეოსიკები, შეგიძლია დააკომენტაროთ და ჩვეულებრივ გადავიღებთ რეაქციას და გავაფუჭებთ მაგ მიფს და ლეგენდას. დიახ, მე კიდე დროები და გემშვიდობები.